გიზიარებთ ერთდღიან მოგზაურობას ჯადოსნურ ჟივერნიში, პატარა და ლამაზ სოფელში ნორმანდიაში, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრის კლოდ მონეს წყალობით, რომელიც იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მისი ხელოვნება იფუძნებოდა ბუნების, სინათლისა და პეიზაჟების აღქმას. ამ საოცარ ადგილას ჟივერნიში ცხოვრობდა 1893 წლიდან გარდაცვალებამდე. აქ დახატა თავისი ცნობილი შედევრები, რომლებიც ახლა მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული მუზეუმების დარბაზებშია გამოფენილი, მათ შორის წყლის ლილიები, რომელიც მისი ბაღის შთაგონებით შეიქმნა. ჟივერნი პარიზიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მუზეუმში შესვლა 12 евро და 50 ცენტი ღირს და გირჩევთ შეიძინოთ ონლაინ და არ მოგიწევთ უზარმაზარ რიგში დგომა. ონლაინ ბილეთებით შედიხართ პირველი კარიდან ურიგოთ და პირდაპირ მის საოცარ ბაღში ხვდებით. კლოდ მონეს ბაღი ორ ნაწილად იყოფა. წყლის ბაღში, რომელიც გზის მეორე მხარესაა, სადაც გვირაბით გადავდივართ, მდებარეობს მონეს ცნობილი იაპონური ხიდი და ლილიებით სავსე ტბა. ირგვლივ ბამბუკები, ტირიფები, ირისები. ეს ბაღი ცოცხალი ტილოსავითაა, რომელიც სეზონების მიხედვით იცვლება. მე ჯერ წყლის ბაღის მონახულებას გირჩევდით და შემდეგ უკვე მეორე ბაღის, რომელიც სახლთან ახლოს მდებარე ბაღია, Le Clos Normand, ეს არის მრავალფეროვანი, ფერადი და გაშლილი ყვავილნარი, რომელშიც არის ვარდებით დაფარული თაღები, ბილიკები და მცენარეების მრავალფეროვანი კომბინაცია. არანაკლებ საინტერესოა მონეს სახლი, ვარდისფრად შეღებილი, მწვანე ფანჯრებით, ზუსტად ასახავს მონეს ფერების სიყვარულს. შიგნით ნახავთ მის ლურჯ და ყვითელ სამზარეულოს სასადილოს, სადაც გამოფენილია იაპონური სურათები. მონეს 200 მეტი ჰქონდა და მის სახელოსნოს, რომელიც დღეს სუვენირების მაღაზიად არის ქცეული. ჟივერნის მონახულება ისეთი გრძნობაა, თითქოს იმპრესიონისტული სტილის შიგნით მოხდი. ყველაფერი მშვიდი, ყვავილებით სავსე და საოცრად შთამაგონებელია. ბაღში სეირნობის, თვითონ სოფლის ხედებით ტკბობის შემდეგ მიხვდებით, რატომ გახდა ეს ადგილი მონესთვის სამოთხე. სიარულით დაღლის და საოცარი შთაბეჭდილებებით ახსავსეს, თუ შიმშილი შეგაწუხებთ, შეგიძლიათ იქვე ესტუმროთ რესტორანს, რომელიც სხვა რესტორნებისგან განსხვავებით სულ ღია და მომხმარებელს საუკეთესო არჩევანს თავაზობს. ბიუჯეტი თითო კაცზე დაახლოებით 30 ევრომდე გაითვალისწინოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პარკინგი ჟივერნიში უფასოა.